ჩვენ სოფლის ემსახურება საექიმო ამბულატორია, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი ქალბატონი მანანა გიორგაძე და ექთანი ქალბატონი იზოლდა მეფარიშვილი. ალბათ ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი და ესეც უნდა იყოს, რომ ყოველი პაციენტი კმაყოფილი უნდა იყოს სოფელში მომსახურებელ პერსონალით, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე და ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც ამ ადამიანებს ახასიათებს თითოეულ პაციენტთან, თითოეულ მოსულ ადამიანთან, ალბათ გამომდინარე კიდე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ სამაყოთ მიმაჩნია მე მათი მუშაობა და მეტრაბახება კიდეც, რომ ესენი ესეთ დონეზე ასრულებენ მათზე დააკისრებულ მოვალეობას და ყოველი პაციენტი დაწყებული სულ მცირე ასაკით და დამთავრებული უკვე დიდი ასაკით, ხარდაზმული ასაკით, ისეთი მომსახურება აქვს, რომ ალბათ სოფლის თითოეული ადამიანი კმაყოფილია მათი მომსახურებას და რა თქმა უნდა, როგორც სოფლის ხელმძღვანელი, მეც მათ შორის. ამბულატორიაში საერთოდ მუშაობ 84 წლიდან. ჩაისოფლის ამბულატორიაში კი მუშაობ 90 წლიდან. ამ ხნის მანძილზე პაციენტების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. საკმაოდ ბევრია, მუშაობაც რთულია. მომართვიანობა მაღალია. მე დღევანდელ პირობებში დღეს ჩვენმა მთავრობამ უფრო სამსახურებრივი პირობები უფრო გაგვიუმჯობესა, ხელფასები მოგვიმატა, გარდა ამისა ბევრი დახმარებაც მოგცეს მედიკამენტების, პირველადი მედიკამენტების მხრივ. მემსახურები პაციენტებს შეძლებს დაგვარად, რაც შემიძლია, აკეთებ უღმანოთ. და მადლობელი ვარ ასევე ჩვენი მთავრობის, რომელმაც დაგვეხმარა და მოგვაწოდა პირველადი დახმარების მედიკამენტები და ჩამთები, რითაც ჩვენ ვსარგებლობთ და ვესახურებით პაციენტებს.